მოგესალმებით, აღზრდის სკოლა მშობლებისათვის გრძელდება. დღეს განათლებაზე უნდა ვისაუბროთ. თითოეულ მშობელს უნდა, რომ თავის შვილი იყოს განათლებული. თითოეული მშობელი ცდილობს მისცეს განათლება ბავშვს, რომელიც დაეხმარება ადამიანური ღირებულებების ჩამოყალიბებაში და აგრეთვე საშუალებას მისცემს, რომ იგი რეალიზებული იყოს თავის საქმეში. თუმცა ეს არც თუ ისე მარტივი თემაა, რადგან ჩვენ სკოლის არჩევასთან მივდივართ განათლების სისტემასთან და დღეს ამაზე სასაუბროთ მოვიწვიეთ ფილოლოგიის დოქტორი, მასწავლებელი ბატონი გია მურღულია. მოგესალმებით ბატონო. ძალიან მიხარია, რომ ესეთი ღრმა თემა უნდა გავშალოთ. სიმართლე გითხრათ, ცოტა მეშინია კიდეც იმდენად ვრცელი მეჩვენება, მაგრამ რაღაც თქვენი მხარდაჭერის იმედი მაქვს. მე კიდე თქვენი. მინდა პირველი კითხვა დავსვა როგორც მშობელმა, რადგან მყავს 6 წლის გოგონა და სანამ მისი სკოლაში მისვლის პერიოდი დადგებოდა 2 წლის განმავლობაში ვაკეთებდი მოკვლევებს. ვეკითხებოდი მშობლებს თუ როგორ მოსწონთ ის სკოლა, სადაც დაყავთ ბავშვი და ასე შემდეგ. საბოლოო ჯამში აღმოვაჩინე, რომ არც ერთი მშობელი არ არის თავიდან ბოლომდე კმაყოფილი იმ სკოლით, სადაც ბავშვი დაყავს. ვიღაცას მოსწონს განათლების დონე, მაგრამ არ მოსწონს მასწავლებლის ქცევა. ვიღაცას ძალიან მოსწონს მასწავლებლები, მაგრამ არ მოწონს პროგრამა. როგორ შეიძლება დავეხმაროთ მშობლებს, ასე ვთქვათ, მათი შფოთვა ცოტა დავაცხროთ და რაღაცა კრიტერიუმები შევთავაზოთ, რომ სკოლის არჩევაში დაეხმაროს. ხო, აქ რომ მოდიოდი მშობლების შფოთვის დაცხრომის რაღაც პროგრამა არ ქონია, მაგრამ ვეცდები რომ უპასუხო თქვენ კითხვას. პირველ რიგში ჩვენ უნდა ვიფიქროთ რა მიზანი აქვს მშობელს. და მარტივად უნდა ვილაპარაკოთ, ეს რთული ლაპარაკი ვერ გაარკვია კაცობრიობამ ვერასდროს, ამიტომ ჯობს მარტივად თქვათ ეს. მშობელს უნდა რამდენიმე რაღაც. პირველი, რომ ეს შვილი იყოს ბედნიერი. ეს არის მთავარი სურვილი. ამიტომ როგორც კი ამ ბედნიერების საზღვრებს ის სადმე გადასცდება, ეს უკვე შფოთვის მიზეზი ხდება. ოღონდ ბედნიერებას დაზუსტება უნდა, იმიტომ რომ ზოგიერთ დიდი უბედურება ჰქონია ბედნიერება, მაგრამ ეს სხვა თემაა და ამას ახლა შევეშვათ. მეორე, მას უნდა რომ მისი შვილი იყოს მცოდნე. რაღაცები იცოდეს. რა არის რაღაცები? სკოლაში ეს არის ზოგადი განათლება. ზოგადი განათლება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ყველა საერთაშორისო დოკუმენტი ამბობს ერთ უცნაურ ამბავს. რომ ზოგადი განათლება დღეს ასე ცვალებად სამყაროში, როდესაც სოციალური მანევრი ყოველ ჯერზე აუცილებელი ხდება, ზოგადი განათლება შესაძლოა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე უმაღლესი. რადგან ის საწყისია ფაქტობრივად, პირველი ღილი თუ არასწორად შევკარით, ყველა ღილი არასწორად იქნება შეკრული. ხო, ეს ძველი სიბრძნეა, მაგრამ მანდამაინც არც ძველდება. ზოგადი განათლება რა არის? ჩვენ ეს კარგად განმარტებული არ გვაქვს. რა იგულისხმება ამაში? აი განათლებული ადამიანი არისო, რომ ამბობენ ზოგად განათლებას როცა გულისხმობენ, ეს თლად კარგად დაზუსტებული არ არის ხოლმე. კი, ვიცით რაღაცა პროგრამები, ვიცით საგნობრივი სტანდარტები, ვარგა თუ არ ვარგა ახლა მას დავეხსნათ, ყველაფერი ვიცით, მაგრამ უცბად რაღაც კითხვა რომ გამოვარდება ხოლმე მაგალითად აი ამ ტიპის. უნდა იცოდეს თუ არა ზოგადად განათლებულმა ადამიანმა რა არის ბიბლია მაგალითად. ამაზე პასუხი არ აქვს. ან მაგალითად მითოს უნდა ასწავლიდნენ თუ არა სკოლაში. უფრო ფართოდ რო ვთქვათ, ჰუმანიტარული განათლების, რომელიც საზოგადოებაზე სახელმწიფოს აყალიბებს ზოგადად, რა სტანდარტი გვაქვს და რა პარადიგმა გვაქვს ჩვენ საქართველოში. ეს მსოფლიო პრობლემაა. მაგრამ საქართველოში როგორ წვეთ ამ ამოცანას ჩვენ? როგორ ვასწავლეთ ლიტერატურას მაგალითად? როგორ ვარჩევთ იმას, რაც უნდა ვასწავლოთ? როგორ ვაკავშირებთ ამას აღზრდის მიზანთან? როგორ ვასწავლეთ ისტორიას? როგორ ვასწავლეთ ხელოვნებას? საერთოდ ვახსენებთ თუ არა სიტყვა ფილოსოფია სკოლაში? ან უნდა ვახსენოთ თუ არა? და ბევრი კითხვა, იგავების სამყარო უნდა შემოვიტანოთ, აქა თუ არ უნდა შემოვიტანოთ, ძალიან ბევრი კითხვა. ერთს დავამატებდი, მე არაერთხელ დავსწრები ვარ და ზოგჯერ წარმიმართავს კიდეც ეს სხდომებს დავსწრები ვარ, სადაც წყდებოდა საკითხი, რა უნდა ვასწავლოთ ჩვენ შვილებს.
ქართული ლიტერატურიდან მაგალითად როგორ უნდა შევარჩიოთ ტექსტები. რა ხდება ხოლმე ეთიკა? აი თუ ვინმეს ჩხუბის ესთეტიკა მოენატრება, როდესმე შეუძლია რომ დაესწროს ასეთ სხდომებს. ვერასდროს ვერ გადავწყვიტეთ ჩვენ რა იცით? აი მაგალითად პირობითი 100 საათი ხო გვაქვს? პირობითად ვამბობ. წელიწადში. 100 საათში რისი სწავლებაც შეიძლება დაახლოებით და შეიძლება წარმოიდგინოს ადამიანი. როგორც კი შენ ამჩნევ რომ რაც შენ შეარჩიე იმის სწავლება სჭირდება 150 საათი, რომელიც არ გაქვს. იწყება ხოლმე ბრძოლობა ამაზე, რა უნდა გამოვაკლო ამას, რომ 100 საათში ჩაეტიო. აი რამის გამოკლებას როგორც დაიწყებ, იმ წუთას რომელიმე ერთი ტექსტის განზე გადადებისას სამყაროს დასასრული იწყება ხოლმე. უამისოთ როგორ შეიძლება რომ ქართველი აღიზარდოს საერთოდ დედამიწის ზურგზე. ზოგჯერ ეს სასაცილოც არის ხოლმე, მაგრამ მთლად სასაცილოც არ არის, იმიტომ რომ ეს პრობლემებს ქმნის. კი, რა საკვირველია და ხო, ორი რამე ვთქვით შობლის სურვილთაგან, რა რომ გავაგრძელოთ ეს. ერთი ვთქვით რომ ბედნიერი უნდა რომ იყოს, მეორე ვთქვით რომ ცოდნე უნდა რომ იყოს. მე რეალიზებულსაც დავამატებდი, ბატონო გია. აი ახლა მოდი ეგეც ვთქვათ. რა არის რეალიზებული? სიტყვა რეალიზებული რას გულისხმობს? ან სიტყვა წარმატება რას გულისხმობს? ასე რომ მოსწონთ დღეს. წარმატება აი ამ სიტყვის ამ ცნების მნიშვნელობა დიდად გადააჭარბა ასევე ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვის ღირსების ან პატიოსნების ან სიყვარულის ან ემპათიის მნიშვნელობას. წარმატება. კარგი, მოდი გავყვეთ ამ გზას. ჩვენ გვინდა რომ ჩვენი შვილი იყოს წარმატებული. რას ნიშნავს ესა? კარგი სამსახური უნდა ჰქონდეს, მდგრადი. კარგი ანაზღაურება უნდა ჰქონდეს, შვიდად უნდა გრძნობდეს თავს, რა? და კარგი და ბევრი დასვენების დღეც უნდა ჰქონდეს. მე სხვაგვარად თუ შეიძლება სხვაგვარ ვერსიას შემოგთავაზებ. უფრო წარმატებას არა, უფრო გავუსმევდი ხას რეალიზებას, რადგან იმ ცოდნის და შესაძლებლობების უნარების რეალიზება, რომელიც ხშირად გადის, იმ საარსებო მინიმუმზე გადის, იმაზე რომ ადამიანმა შეძლოს მარტივად რომ თქვათ თავისი თავი არჩინოს იმ ცოდნის მეშვეობით, ანუ რაღაცა ისეც ქმნიდეს, ან აკეთებდეს რომელიც საჭიროა და რომლითაც შეუძლია უბრალოდ გადარჩეს. აი ეს მარტო თქვენზე არ არის დამოკიდებული. თქვენ შეიძლება ძალიანაც მცოდნე იყოთ, მაგრამ სხვა რაღაცა განმარტავს და განაპირობებს ამ თქვენს წარმატებას ამ შემთხვევაში. ეს სხვა რაღაცა რა არის, იცით? როგორია საზოგადოებრივი მდგომარეობა და როგორ უყურებს სახელმწიფო ამ ამბავს. არის თუ არა განათლება ბედნიერებასთან პირდაპირ კორელაციაში, პირდაპირ კავშირში, ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. რასაც თქვენ ამბობთ ახლა, თუ ხوار შეგიშალეთ ხოლმე და პირიქით ვიმსჯელოთ და საინტერესოა. რასაც თქვენ ამბობთ, აი ეს არის ჩვენი საუბრის მომდევნო ეტაპი სწორედ. როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ წარმატებაზე თუ ამაზე ვსაუბრობთ, მარტო ცოდნა ამ წარმატებას არ და ვერ განაპირობებს. საკვირველია. მე იცით რამდენ ადამიანს ვიცნობ ძალიან მცოდნეს, განათლებულს, ინტელექტუალს. მან ციფრებენ ხოლმე ყოველთვის, რამდენი რამე აქვს წაკითხული, რამდენ ახალ რაღაცას მეუბნებიან ხოლმე, ჩემთვის უცხოს და უცნაურს, როგორი ხედვები აქვს, არასდროს ფული არ აქვს, ყოველთვის დეპრესიაში არიან და წარუმატებლები არიან. ამ ცხოვრებამ თითქოს ხელი ჰკრა მათ. რა არის აუცილებელი, რომ ცოდნასთან ერთად რა არის აუცილებელი, რომ შენ შანსი გქონდეს, რომ წარმატებას მიაღწიო. პირველ რიგში ეს არის უნარები, ეხლა ნახსენეთ. კი ბატონო, კი. ახლა რასაც მე დავასახელებ, ორი მთავარი რამეა. სულ სამ რამეს აკეთებს სკოლა და მასწავლებელი. საგანს ასწავლის, ამაზე ლაპარაკი დავიღალე, მაგრამ არ ვიცი ბევრ შევაგნებინე თუ არა. საგანს ასწავლის, უნარებს აყალიბებს და ანვითარებს და რა უნარებია გეტყვით ახლავე და ღირებულებათა სისტემას აყალიბებს და ანვითარებს. ეს მეორე და მესამე არის აღზრდის სისტემის საფუძველი. მე მაგალითად რო ვეკითხები ხოლმე ხანდახან ნუ იმათვისაც ვეკითხები, რომ აღზრდის როგორი სისტემაა თქვენ სკოლაში მეთქი. ზოგჯერ ესე გაკურვებულები მიყურებენ ხოლმე. რას გვეკითხება ეს კაცი?
ზოგიერთები წლების წინ მაგალითად მე ეს პასუხები განათლების სამინისტროშიც მომისმენია 15-20 წლის წინ. რომ ამ აღზრდაზე ლაპარაკი რა საჭიროა საერთოდ რა ინტელექტუალური განვითარება ადამიანის ყველა პრობლემას წყვეტს. ისე დაუმშვენდა ცხვირი ამის წარმომთქმელს რაც ეს მართალი არ იყოს. უნარები და ღირებულებები. მოდი ჯერ უნარებზე ვთქვათ ორი სიტყვა. ეს უნარები აუცილებლად უნდა ჩამოაყალიბოს ჯერ ოჯახმა, თუმცა იქ ამ საქმის პროფესიონალები არ არიან, მაგრამ მოსურნეები არიან და მერე სკოლამ. აქ უკვე პროფესიონალებმა უნდა წარმართონ ეს საქმე. პირველი ეს არის ნებისყოფა. პირველი კურსის სტუდენტი ფსიქოლოგიის ფაკულტეტის თუ ასეთი შემოგრჩა ჩვენ გეტყვით რომ ნებისყოფის გარეშე პიროვნება არ არსებობს საერთოდ. აბა გითხეთ თქვენ რომელიმე სკოლის დირექტორს რას აკეთებს ეს სკოლა ნებისმიერი სკოლა რას აკეთებს რომ ბავშვი ჩამოყალიბდეს ნებისყოფა ძნელი იქნება პასუხისგაცემა ამ კითხვაზე რბილად ვამბობ ამას ნებისყოფა ერთი რუსთველი ამბობდა ჯერ კიდევ რაც არ აქცადდეს იგი ქმენ ნუს დევ წადილთა ნებასა შენ თუ პიროვნების აღზრდას გულისხმობ სკოლაში ნებისყოფა უნდა იყოს მასში და მას უნდა შეეძლოს ნახეთ ნუს დევ წადილთა ნებას მას უნდა შეეძლოს რომ გაუბატონდეს თავის ვნებებს თავის სურვილებს თუ შენს სურვილებს არ გაუბატონდები მაშინ ისინი გაგიბატონდებიან შენ და ეს არის პირდაპირ გზა უბედურებისკენ ბატონო გია მე მგონი ის დროა რომ ამ ყველა ფერში მშობლები ჩავრთოთ პირველ რიგში, იმიტომ რომ თუ ბავშვს ამის მაგალითი არ აქვს, ხო, და საერთოდ ხო, ნებისყოფა არ არსებობს ოჯახში, თუ თვითონ იმ პედაგოგს, რომელმაც უნდა განუვითაროს ეს ღირებულება, არ აქვს თავად გამომუშავებული და არ იცის როგორ მიაწოდოს და განუვითაროს უკვე ბოლო საფეხური რას თქვენ თქვით, ხო? გამოდის რომ ფაქტობრივად ღვთის ანაბარა ვართ დარჩენილები. თქვენ ახლა დაასახელეთ ბოლო 10 წლეულების ჩები უკვე და განოსევდის მიზეზები. რაც ახლა ბრძანეთ. მოკლედ, პირველი დავასახელეთ მარტო ამ უნართაგან. ეს არის ნებისყოფა, ხო? მეორე. ეს არის ალგორითმის გააზრების უნარი. ბავშვს უნდა ასწავლო ერთი რამ, რომ ზოგჯერ და ხშირად თუ ყოველთვის არა, მიზანთან შენ რამდენიმე ნაბიჯით უნდა მიხვიდე. არა ერთით, არამედ რამდენიმეთი. უნდა გაიაზრო ეს რა ნაბიჯებია და აუცილებლად უნდა გაიაზრო რა თანმიმდევრობით უნდა გადადგა ეს ნაბიჯები. ამას ქვია რაციონალური ხედვა. აი ჯერ კიდე ამას სოლომონი ამბობდა და მე ჩვენმა რუსთველმა გაიმეორა გონიერი გული. ეს ეოცნებობა კაცობრიობას დღიდან პირველი წამიდან თავისი არსებობის. მაგრამ ამას ვერასდროს ვერ მეაღწია. მოკლედ ალგორითმის გააზრების უნარია მეორე, მოკლედ ვიტყვით რომ შორს წაგვიყვანს ეს ლაპარაკი. მესამე ეს არის შრომის კულტურა. თუ შენ არ შეგიძლია რომ შენს მიზანს მიაღწიო რაციონალური შრომით, დაგეგმო ეს შრომა. კორექცია შეიტანო საჭირო დროს ამ დაგეგმილში და ასე შემდეგ, ისე არაფერი შენ არ გამოგია. მომდევნო უნარი ეს არის ფსიქოლოგიური მდგრადობა წარუმატებლობის მიმართ. ყურები არ ჩამოყარო შენ პირველივე მარცხის დროს. მარცხი გარდაუვალია. ძალიან იშვიათი ადამიანი, რომელიც იავარდით მოფენილ გზაზე დადის მთელი ცხოვრება, აი როგორც გოეთე იყო მაგალითად. არა? ხო, არ უნდა შეგშურდეს ადამიანის, მაგრამ აი თავისი კალთა დააბერტყა ღმერთმა ამ ადამიანს. მაგრამ ბევრნი ასე არ იყვნენ, სხვა გენიოსები ასე არ იყვნენ, მათ ცხოვრება ცოტა სხვაგვარად იყო მოწყობილი. არა? ჩარლი ჩაპლინი 1000-ჯერ გამოაგდეს საღაციდან და ბევრი წარუმატებლობა ნახა. ხო? აინშტაინი ვინჩოთ მიაჩნდათ, ჩაიკოვსკი გამოაგდეს და ასე შემდეგ. მოკლედ ეს არის უნარები და ერთი ამდენი კიდევ არის რომელიც მე არ მithქვამს ახლა, რომელთა განვითარებაზე სკოლა ყოველ დღე მეთოდურად და სისტემურად უნდა მუშაობდეს. ეს არ იწყება პირველ კლასში და არ მთავრდება მესამეში. ეს პირველი დღიდან რო იწყება, ბოლო დღემდე უნდა მსჭვალავდეს მთელ სასკოლო პრაქტიკას. ეს არის უნარების ამბავი. რაც შეეხება ღირებულებებს, პირველი ორი, ანუ მცოდნე კაცი და უნარიანი კაცი. ძალიან სახიფათო ვინმე ხდება,
თუ მესამეც არ არის ეს ღირებულებათა სისტემა, რომ ის სიკეთის მხარეს დადგეს, რომ ის იყოს კეთილი ადამიანი, ღირსეული ადამიანი, ემპათიური ადამიანი, მეგობრობა შეეძლოს, თანადგომა შეეძლოს, გუნდური ფიქრი შეეძლოს, საერთო მიზნების გათვალისწინება შეეძლოს, პატრიოტი იყოს და ასე შემდეგ. ეს არის ასევე მესამე თქვით, რომ ესე პირველიც თავისუფლად შეიძლება რომ მეთქვა, იმიტომ რომ უამესოდ ადამიანი არ არსებობს. თუ შენ მაგარი უნარიანი ხარ და მაგარი მწოდნე ხარ და ეს მესამე არ გაქვს, მაშინ შენ მაგარი ბოროტმოქმედი კი გამოხვალ, მაგრამ კაი კაცი ვერ გამოხვალ. და სკოლის მიზანი და ვერც საზოგადოების და ვერც სახელმწიფოს ეს ვერ იქნება. რაც შემეძლო მოკლედ თქვი ახლა. ერთი ძალიან საინტერესო დეტალი ახლა აღვნიშნეთ ჩვენ, რომ ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანი, ფილოსოფოსი თუ მსახიობი ჩარლი ჩაპლინიდან დაწყებული იყო შეუმჩნეველი თავიანთი პედაგოგების მიერ. ანუ ფაქტობრივად გამოდის, რომ ესეც ძალიან ძველი და საუკუნის პრობლემა არის, როდესაც პედაგოგები შეიძლება ვერ ამჩნევდნენ გენიას. და ხო, ეხლა ცოტა მომეშვა, რომ მარტო ჩვენთან შეიძლება არ ხდებოდეს და უფრო ფართოდ დავინახე ხა თქვენ რომ ჩამოთვალეთ ეს სიტუაცია. ხო, მე ერთი წერილი გამახსენა ეხლა თქვენმა საუბარმა, როგორ არის ერთ ფილმში ძველი დრო არის ესა, ბნელი რო იყო ხალხი მაშინდელი. წერილს ერქვა რატომ ჯაბნიან სამოცნები ხუთოსნები. სხვათა შორის ახლა ეს თემა მინდოდა წამომეწია და დამასწარით ინტუიციურად, კი. საქმე ეს არის, რომ აი ხო გეუბნებით, ძალიან ფარდობითი ამბავი არის ესა, ვინ მიაღწევს წარმატებას და ვინ გახდება ლიდერი. ერთი ექსპერიმენტი ჩაატარეს ასეთი, პირდაპირი ანალოგია არ მინდა რომ დაინახოთ ახლა ჩვენ წინა საუბართან, მაგრამ უბრალოდ გამახსენა. შეკრიბეს მაიმუნები ხო საინტერესო ხალხია საერთოდ. ძალიან. წინასწარ იცოდნენ, რომელი იყო მათთაგან ყველაზე, როგორ ამბობენ ახლა, smart, ყველაზე გონიერი. რომელი იყო ყველაზე მოხერხებული, რომელი იყო ყველაზე ღონიერი, რომელი იყო ყველაზე და რომელი იყო ყველაზე. ეს წინასწარ იციან, შეკრიბეს და აინტერესებდათ ერთი რამ, ვინ გახდებოდა ლიდერი. იცით ლიდერი ვინ გახდა? ვინც ყველაზე ხმამაღლა ყვიროდა ისა. მე რაღაცას მახსენებს ეს. მაგალითად რო არა მხოლოდ მაიმუნებში? არა მარტო ფიქრობ, არამედ დარწმუნებული ვარ, რომ ასეა. რა, ვინც ყველაზე ხმამაღლა ყვირის, ხანდახან ის იპყრობს ხოლმე საზოგადოების ყურადღებას. იმიტომ რომ ადამიანები ესეთ გარეგან მახასიათებლებზე უფრო გადაერთვებიან ხოლმე თავიანთი ყურადღებით, ვიდრე იმაზე, რაც დაფიქრებას საჭიროებს. ბატონო, აი კორპორატიულ კულტურაში ხშირად სხვაგვარად არის ხოლმე. ეხლა გარკვეული ტრენინგები, რომელსაც დავსწრები ვარ ხოლმე და რომელიც გაგვიანალიზებია ჩემ კოლეგებთან ერთად, ხშირად არის რომ ლიდერის გამოსავლენად, ღირსეული ლიდერის გამოსავლენად არა ის, რომელიც ყურადღებას მიიქცევს, არამედ რომელიც პასუხისმგებლობას აიღებს. იმიტომ რომ თქვენ ეხლა რაც ახსენეთ პირველი დეტალი, პირველი ნაწილი, რომ მან მიიქცია ყურადღება, ხო, მაიმუნებში, კი ბატონო, ადამიანების ყურადღებასაც ვიქცევთ, მაგრამ მერე როდესაც მთელი პასუხისგებლობა თავის თავზე უნდა აიღოს, ხო? მერე გვჭირდება ადამიანი, ვინც ეს უნდა იტვირთოს და ძალიან ხშირია ხოლმე, რომ ეს არის სწორედ მშვიდი წყნარი ადამიანი, რომელიც არ ყვირის. ასე რომ პირველადი ლიდერები არსებობენ, რომელიც იქცევენ ყურადღებას, მაგრამ არსებობენ ისინიც, რომლებიც არიან ჩრდილში და ზუსტად მაშინ ერთვებიან საქმეში, როცა უნდა აიღონ ყურადღება საკუთარ თავზე. და აი ყველაზე ძალიან, იცით, იმის დანაკლისსაც ხედავ, რომ სხვა ქვეყნებში ხარო გაგვიზიარებია ჩვენ გამოცდილება ჩემს კოლეგებთან მსგავს ლიდერობაზე, პასუხისგებლობის აღებაზე თუნდაც რეალიზებაზე, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ და შევეხეთ, ხო, რამდენადაც შეგვეძლო, გაცილებით მეტი აქცენტია გაკეთებული, რომ მე ღირებულებები ჩემი და ჩემი რეალიზება რაღაცა მხარდამხარ მიდიოდეს და რომ მე შევძლო საკუთარ თვითშეფასება მქონდეს, ანუ თქვენ ფსიქოლოგიური მდგრადობა რაც ბძანეთ, ხო? არა მხოლოდ პირველი მარცხის დროს არ დავიმსხრე, არამედ ვიცოდე რომ ეს ჩვეულებრივი როგორც სპორტ დარბაზში მივდივარ ყოველ დღე და რაღაცას რო ვერ ვაკეთებ, გავაკეთებ წლის ბოლოს, შემეძლოს გავუძალიანდე და თუნდაც იმ ნაბიჯებით წავიდე ჩემი მიზნისკენ. მაგრამ აი ხა რაზეც თქვენ საუბრობთ, რაიმე მსგავსი არის ქართულ განათლების სისტემაში არა სადმე მაინც სკოლებში ჩვენთან? ხო, ეგ რთული
თემა. აი ხა ბოლო დროს მე შევთავაზე კოლეგებს და ხელმძღვანელებს სამინისტროსი ასეთი რაღაცა კურსივით, ტრენინგივით უგნებავთ, რომელშიც აი ეს საკითხები იყო წინა პლანზე წამოწეული. და ამან რაღაც გარკვეული ინტერესი დაბადა და 1-2 ასეთი შეხვედრა ჰქონდა და ეხლა სკოლათა ერთ მცირე ნაწილში საპილოტე ვერსია მიდის ამისი, რომ ვნახოთ რა შედეგებს მოიტანს. ეს რასთან არის იცით დაკავშირებული? სამყარო ძალიან აფასებს ამ ბოლო დროს 21 საუკუნეში მით უმეტეს კონკურენციას. ჩვენ უნდა კონკურენტუნარიანი ბავშვები გავზარდოთ. ეს ძალიან მნიშვნელოვან ამოცანებს აყენებს განათლების სისტემის და სკოლის მიმართ. ოჯახის მიმართაც თავისთავად. პირველ რიგში ჩვენ უნდა ვნახოთ, მაგრამ რა სიტყავს ეს 21 საუკუნე ადამიანისაგან, რომ მან კონკურენციის გაწევა შეძლოს. ხასიათის რა თვისებებია, რომელიც ქართულმა სკოლამ უნდა განავითაროს ჩვენს შვილებში, ჩვენს ბავშვებში და რა არის ისეთი, რომელიც მეტნაკლებად მაინც უნდა რეგულირებული იყოს, რომ ხელი არ შეუშალოს მათ, რომ ვიღაცებს იქ ღირსეულად დაუდგნენ წინ. კი, სწორედ ძალიან მნიშვნელოვანია. ხო, მნიშვნელოვანი კი არა, ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის. რამდენიმე წლის წინ ჩატარდა უნივერსიტეტების პრეზიდენტების რაღაცა მსოფლიო მასშტაბის შეკრება. და იქ ამ ორგანიზაციის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ბრძანა ასეთი ამბავი, რომ უფრო მალე ვიდრე გვიან, უფრო სწრაფად ვიდრე ჩვენ ყველას წარმოგვიდგენიაო და იმათ ბევრი რამე წარმოუდგენიათ იქა, ყველა ვაკანსია დაგვირდით ამას მსოფლიოში გახდება იმდენად მნიშვნელოვანი, რომ მას დაიკავებენ მხოლოდ კონკურსის წესით და ვინც აჯობებს, ის დაიკავებს. მაგალითად, საქართველოში 10-15 წლის შემდეგ ამდენი შეიძლება არ დასჭირდეს, იქნება ადგილი ინჟინრის, რომელიღაცა ქარხანაში, მასწავლებლის, რომელიღაც სკოლაში, ექიმის, რომელიღაც კლინიკაში, ასე შემდეგ, მენეჯერის, რომელიმე კომპანიაში. გამოცხადდება კონკურსი, ჩამოვა ვიღაც ეთიოპიელი, ან ავსტრიელი, ან ვინც გნებავთ ის, კოლუმბიელი და ამ ჩვენსას თუ აჯობებს, ის იქნება მთავარი და ეს იქნება დამხმარე მხოლოდ უკეთეს შემთხვევაში. შეიძლება საერთოდაც არ ვერ მოხდეს იქა, მაგრამ თუ მოხდა შეიძლება იყოს დამხმარე. ჩვენ ეს არ გვინდა. იმიტომ რომ საქართველო არ არის მარტო ტერიტორია. საქართველო არის სული, ინტელექტი და ტრადიცია. საქართველო ამას ქვია, ამ სამს ქვია საქართველო. მინიმუმ. ხო. და სხვა თუ ქართველი არ იქნა ეს ერთი რასაც ხანდახან რისკენაც გვიბიძგებენ ხოლმე. თუ აქ არ იქნა კონკურენტუნარიანი ადამიანი, ისე შენ არავინაც რო არ დაგიპყროს, ასე თვალებ გაფაციცებულები რო ვიცავთ ჩვენ თავს ახლა ვიღაცების შემოტევებისაგან, თავისთავად აღმოჩნდები გზის განაპირას შენ. გაივლის რაღაცა წლები, ჯერ დემოგრაფიული მდგომარეობა შეიძლება ისეთი იყოს, რომ ტერს დაავს. და მერე 20 მილიონიც რო გავხდეთ ეს ქართველები, თუ ხარისხიანი ტიპები არ ვიქნებით, ისე საქართველო გინდა ყოფილა და გინდა არა. იმიტომ რომ შენ აღმოჩნდები ისტორიის განაპირას. და ეს არ ვარ, ამიტომ კონკურენტუნარიანი უნდა აღზარდო. აი ხლა დააკვირდით. აი მასე ველაპარაკებოდი ეგ სკოლის დირექტორებს იმ შეხვედრაზე და სხვაებს კიდე. შენ თუ არ შეისწავლე შენი თავი, შენი ხასიათი, განსაკუთრებით შენი ნაკლოვანი მხარეები, რაც ყველა ერს აქვს და ჩვენც გვაქვს სამწუხაროდ, თუ არ იფიქრე, რომ ისინი მეტნაკლებად მაინც დაარეგულირო, ნუ გააქრობს სულ, ეხა პატარა ლუარსაბთაც გარიძე თუ იქნება ქართველში, ეს ხანდახან კარგიც კი არის ხოლმე. ოღონდ ნამეტანი ამ აქეთ გაჭენება არ ვარ გაცხენის. შენ თუ არ იფიქრე იმაზე, ხასიათის რა თვისებები უნდა განავითარო, რაც ასევე ჩვენში არის, მადლობა ღმერთს, საქართველოში და ქართველებში ღირსება, ბევრად რო არ აჭარბებდეს ნაკლოვანებას, აქამდე ჩვენ საერთოდ ვერც მოვიდოდით. სოფლიოს ბევრი აღიარებული მეცნიერი ამბობს, რომ ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ეს ხალხი არ უნდა არსებობდეს, დღემდე არ უნდა მოსულიყავით ჩვენ.
მაგრამ მოვედით. კიდევ არსებობთ და კიდე кайხანს ვიარსებებთ, ასე მგონია მე. ოღონდ ეს პრობლემები უნდა გადავწყვიტოთ. ახლა მე რო დავიწყო ლაპარაკი, აი ეს წიგნი ამას დავწერე, ფიქრი განათლებაზე ქვია და აქ ორი წერილი არის მეძღვნილი ამ თემის მიმართ. ვინ ვართ ჩვენ? რა ნაკლოვანება გვაქვს ჩვენ? იცით რამდენი გვაქვს ეს ნაკლოვანება? ბევრი. ყველა გაცნობიერებული უნდა გქონდეს ჩვენ. რომ ემანდ სკოლაში ეს უნარებს დავარქმევ ამას. შემთხვევით არ განვითარდეს კიდე. თქვენ საუბრობთ ზოგადად ქართველებს რა ნაკლოვანებები ქართულ გვაქვს. ხასიათზე გეუბნებით. აი, მოდით ერთ-ორ მაგალითს გეტყვით, რომ ეს იყოს გასაგები ჩვენი მაყურებლისთვის და მსმენელისთვის. ხო? აი მაგალითად ნაციონალური გამორჩეულობის არაობიექტური გაგება. პირველი. ჩვენ ნათქვამია რა, რაც კარგები ვართ, ქართველები ვართ. ხო არის? რა არ ჩანს ეს ჩვენში? კი ჩანს. ახლა ჩანს? დიახ, ახლაც ჩანს. კარგად ჩანს? დიახ, კარგად ჩანს. მეორე. დიდსულოვნების, ჩვენ დიდსულოვანი ხალხი ვართ. გადაზრდა ყოვლის პატიებლობაში, უდარდელობასა და არხეინობაში. ეს არის ჩვენი საარაკო ნაკლოვანი მხარე. მე მაგალითად ხანდახან არ მინდა თქვა ნერვებს მიშლის მეთქი. ვცდილობ რომ ნერვები არ ავიშალო არაფერზე, თუმცა ბევრ რამაზე გული მткиვა რა თქმა უნდა, მაგრამ მინდა რომ სიმშვიდე შევინარჩუნო და ისე ვილაპარაკო და ისე ვიცხოვრო. გამოგდით? თქვენ წარმოიდგინეთ რომ 10-დან 9 შემთხვევაში გამომდის, მაგრამ ის ერთი ხანდახან გადასწონის მეთქი არ ვიტყვი, მაგრამ მნიშვნელოვნად მამაძაღლობს. აი დააკვირდით. რამდენჯერ მომისმენია მე იცით აი სადღე გრძელო სუფრასთან, სადაც უხსენებიათ ეს ცნობილი ლეგენდა მიწების განაწილების შესახებ. ჩვენ რო კეიპობდით და ღმერთი მიწებს ანაწილებდა ამ დროს და ჩვენ კეიპობდით და დაგვეზარა იქ წასვლა. და რომ მივედით ყველა მიწა იყო განაწილებული და მაინც ღმერთი ვადღე გძელეთ, თქვით რომ არაუშავ შენ კარგად იყავი და სამხმაში ვიმღერეთ, კაი სიმღერა გივიცით ჩვენა. იმას მოეწონა და თავისთვის გადანახული ხო ჯერ ლეგენდაშიც ფლად კარგად არ გამოიყურება ღმერთი რაღაცას გადაინახავს ხოლმე მაგრამ ნუ კარგი გადანახული მიწა ჩვენ დაგვიტმა ახლა კითხვა არის ასეთია რა მე ბავშვებს ვეკითხები ხოლმე ხანდახანავს მოგწონთ ეს ლეგენდა თქვენა ამით ჩვენ თავი უნდა მოვიწონოთ ქართველებმა სიზარმაცის პოპულარიზაცია შეკაი კაცო შენ ღმერთი თუ მიწებს ანაწილებს შენ რა გინდა იქ რა დროს კეიფია იქ სიტყვა პასუხისმგებლობა არის ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვა. გახსოვთ ერთხელ ეგზისტენციალისტებმა თქვეს დიდმა ფრანგებმა ადამიანი დაწყევლილია თავისუფლებითო. ხალხი თავს იკლავს რომ თავისუფალი იყოს და თავს წირავს და რას არ აკეთებს რომ თავისუფლება მოიპოვოს და შეინარჩუნოს მე რას ნიშნავს დაწყევლილია თავისუფლებით რას ნიშნავს? იმას ნიშნავს რომ თავისუფლება არ არსებობს პასუხისმგებლობის გარეშე. პასუხისმგებლობაც უნდა ასწავლო. მარტო უფლებებს რო ასწავლიან ამ ჩვენ სკოლებში წლებია და 10 წლეულებია უკვე და ამას რო გადაყვათ მასწავლებელიც მოსწავლეც დირექტორის და სულ ყველა ერთად შეკაიკაცო ერთხელ იქ მოვალეობა და პასუხისმგებლობა ახსენე და თქვი რომ არის რაღაცა მომენტი როდესაც შენზეა დამოკიდებული პროცესი მარცხნივ წავა თუ მარჯვნივ და იმ მომენტისთვის შენ მზად უნდა იყო და შეიძლება მთელი ცხოვრება ემზადებოდე ამისთვის ხო ამას თვით შეფასებაც უნდა რომ ვიცოდეთ რომ თითოეული ჩვენთაგანი ძალიან მნიშვნელოვანია. ხო და ამაში ზოგადად სისტემა, არამედ სისტემაში თითოეული ჩვენთაგანი. აი კიდე ერთი ასეთი ამბავი ყურეთ, ეს ძალიან დიდი ნაკლი გვაქვს ჩვენ ქართველებს, აი უდიდესი. ეს უნდა გამოვასწოროთ სკოლაში. როგორ გამოვასწოროთ ეს უკვე მეთოდოლოგიის და ხედვის საქმეა და სწავლების ფილოსოფიის საქმეა. ჩვენ საქმეს ვიწყებთ ენთუზიაზმით და ბოლომდე ვერ მიყავს ხოლმე. ის რაც სწრაფად კეთდება, ამას ქართველი აკეთებს მაგრად, კარგად. ზოგჯერ სხვებზე უკეთესადაც კი. მაგრამ რაც მოითხოვს ხანგრძლივ, შეუპოვარ ფიქრს, მუშაობას, დისციპლინას, პასუხისმგებლობას, რაც ეგან ვახსენეთ. აი იქ ჩვენი საქმე არის ძალიან ცუდად. გინდათ ერთ პატარა ციტატას წაიკითხავთ, რომელიც მე ამოვიღე წიგნიდან გადასახედი 1997 წელს გამოვიდა ეს წიგნი რეზი თვარაძეს ეკუთვნის ჩემს უფროს მეგობარს და დიდებულ ადამიანს ვერთმა აცხონოს. ნახეთ რას ამბობს. ჩვენი ერის მრავალ ჭირ გამოვლილსა და გარკვეული აზრით პარადოქსულ ისტორიაში
ერთი ყველაზე საოცარი პარადოქსი მაფიქრებს ხშირად. 2000-ზე მეტი წლის მანძილზე ისე იცხოვრა ამ ერმა აურაცხელი მტრის წინააღმდეგ გამართულ ბრძოლებში ერთობ იშვიათად დამარცხებულა. მაგრამ ამასთანავე თითქმის ყველა ომის წაგება მოახერხა. ეს ხანდახან არ მოგწონს ხოლმე ჩვენ ასეთი რაღაცების კითხვა, მაგრამ უნდა წავიკითხოთ. ნახეთ როგორ აგრძელებს. ჩინებული მაგალითი. 100-მდე ბრძოლა გადაიხადა ერეკლემ, თითქმის ყველა ამ ბრძოლიდან გამარჯვებული გამოვიდა, ომში მაინც დამარცხდა საბოლოოდ. წანისის ომზე ლაპარაკი. როგორც ახლა და ახლა ირკვევა 1921 წელსაც კი თითქმის არც ერთი ბრძოლა არ წაუგიათ ქართველებს. ომი წააგეს. გენერალ მაზნიაშვილის მოგონებებია გამოცემული. და გაოცებული წერს, როდესაც ნოე ჟორდანიამ ბრძანება გასცა თბილისის დატოვების შესახებ, ქართველი გენერლები საერთოდ არ იცნობდნენ ამ ბრძანებას, წარმოდგენა არ ჰქონდათ, რომ მთავრობას ეს გადაწყვეტილება ჰქონდა მიღებული. კარგი არა? ვახტანგ გორგასალსაც ზუსტად იგივე დაემართა. ბრძოლებში სასწაულებრივ გამარჯვებათა მომპოვებელმა ხელმწიფეებმა ომში დამარცხებით გაასრულა სიცოცხლე და მისი სიკვდილის შემდეგ მეფობა გაუქმდა საქართველოში. და ნახეთ რა დასკვნა საკეთებს. ხანი რომ გამოხდა, იმასაც მივხვდი, თურმე მარტოოდენ ბრძოლებსა და ომებში როდი იჩენს თავს ეს ჩვენი ბუნება. აგერ ჩვენს თვალწინ ყოველდღიურ ყოფაშიც იგივე მეორდება. წამოვიწყებთ რაიმე საქმეს, ვეკვეთებით გასაკეთებელს. პირველ საჩინო შედეგებსაც მოვიპოვებთ ხოლმე ჩვეულებრივ, გაივლის გარკვეული დრო და გრილდება გული, დუმდება ნებელობა, გვიმტყუნებენ ნერვები, თითქოს ბეზრდება ის ჩვენივე წამოწყებული საქმე და უმეტეს შემთხვევაში თვალწინ ხუხულასავით გვენგრევა ნაამაგარი. აი უნებისყოფობის და უპასუხისმგებლობის შედეგი რა არის. ხო, აქ ბევრი სხვა რამეა სათქმელი, მაგრამ უბრალოდ მეტი ახლა ვიცი, რომ დროში შეზღუდულები ვართ, აღარ გავაგრძელებ. ოღონდ ერთი რამეც უნდა ვთქვათ ახლა ჩვენმა მაყურებელმა, რომ არ იფიქროს და მსმენელმა, რომ დაქცეულია ეს საქართველო, ეგრე ფიქრი არასდროს არ ვარგა. პირველ რიგში იმედი უნდა ასწავლო იმ ბავშვს. იმედი, თვითრწმენა, სიყვარული, პატრიოტობა, ეს უნდა ასწავლო. არ არის არასდროს არ არსებობს გამოუვალი მდგომარეობა. თუ შენ შეგიძლია რომ მარტომაც აიღო პასუხისმგებლობა და მით უმეტეს ადამიანებთან ერთად სინერგია შექმნა, ანუ ვექტორულად მიმართული ენერგია შექმნა, მაშინ საქართველოს აქვს უზარმაზარი პერსპექტივები წინ, უზარმაზარი. ეს შეიძლება იყოს სანიმუშო ქვეყანა ბევრი თვალთახედვით. აი ამ სულისკვეთებით უნდა გავზარდოთ ჩვენი შვილები, ოღონდ რასაკვირველია, თვალი არ უნდა დავხუჭოთ ნაკლოვანებებზე და მათაც უნდა ველაპარაკოთ. სხვათა შორის, რასაც ამბობთ, ალბათ დამეთანხმებით, რომ ეს ყველაფერი, ეს გლობალური პროცესი იწყება თითოეული ჩვენთაგანიდან, დედისგან, ხო, მშობლისგან, მათ შორის პედაგოგისგან. აი, როდესაც ვატარებდით ტრენინგებს ჩვენც პედაგოგებისთვის, მქონდა ესეთი შემთხვევა, რომ კითხვას ვუსმევდით ხოლმე პედაგოგებს, აი რა უნარების განვითარებაზე იმუშავეთ ბოლო დროს და შემდგომში რა უნარების განვითარებაზე გაქვთ აქცენტი, რა უნდა განავითაროთ და რას პასუხობთ? და დაახლოებით, ხშირ შემთხვევაში ალბათ ისეთი სახის გამომეტყველება ქონდათ, როგორც თქვენ ბრძანეთ, როცა ეკითხებოდით, რა სტილით მიმდინარეობს თქვენთან აღზრდაო. ხო, ძალიან ხშირად ადამიანები არც კი იაზრებენ იმას, რომ სულ რაღაცაზე უნდა ვმუშაობდე. არ არსებობს, რომ მე რაღაცა ვისწავლე, თუ გავიზარდე და გამოვედი და ვარ გამოსული, ხო? ანუ სულ უნდა გამოვდიოდი, ასე რომ ვთქვა, ჭყალებში. და მით უმეტეს, როდესაც ბავშვს რაღაცას უხსნე, შენ თუ ეს შიგნიდან არიცი, საკუთარ თავზე მუშაობა, ნებისყოფა, უნარები, შენ თუ განცდილი არა გაქვს, ამის თეორიულად გადმოცემა ხო შეუძლებელია. იმ ჩირაღდნის, იმ სულის ანთება, თუ შენ არ ანთიხარ. როგორი რთული საკითხია. ხო, რა თქმა უნდა, რთული საკითხია და ეგ დაკავშირებულია პირად მაგალითთანაც. ეგ ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც შენ სიგარეტს აბოლებ და ვინმეს ასწავლი, რომ არ უნდა გააბოლოს. არ გამოვა ფიზიკურად. ხო, ღიმილის მომგვრელია ეს. ისე სიტყვა მოიტანა და იცით თქვენ რომ ბრმები არ ეწევიან თითქმის. გაიგონიათ ეს? არა. როგორ ამბობენ ახლა მთელი კაიფი სიგარეტის მოწევის არის თვალის კაიფი. ხილული. აი როგორ მოუკიდე, აი როგორ ღვივის, აი ეს კვამლი გამოუშვიმე და იქით წავიდა. და ესე რომ არ სარკეში რომ იხედები
კარგად გამოვიყურები მე ესე ჯობია თუ აი ესე ჯობია თუ როგორ ჯობია და ასე შემდეგ. ბრმას ადამიანს ეს არაფერი არ აქვს. ამიტომ მისთვის ეს დიდი ღირებულება არ არის. ნუ ყოველ შემთხვევაში ძალიან იშვიათად რომ ბრმები ეწეოდნენ, ასე თუ არ ვიტყუები, ასე გამიგონია. ნუ მაგას დავანებოთ თავი. პირადი მაგალითი არის ძალიან მნიშვნელოვანი. გარდა ამისა კიდე ერთი რამ არის. რაღაც რო იცი, ისევ წაი ცოდნაზე და ინტელექტზე მაქვს ლაპარაკი. ეს სულ არ ნიშნავს, რომ შენ იმის შესაბამისად მოიქცევი. აი ხა ჩვენ ახალი სკოლა ჩამოვაყალიბეთ და იქ ჩემთვის ძვირფასი ორი ფრაზა იქნება გადამწყვეტი პედაგოგიკურ და სასწავლო და აღზრდელობით პროცესში. ერთი ეკუთვნის როსტველს. იმან ყველაფერი იცოდა საერთოდ გამაოგნებელია მისი ცოდნა. კარგ ბერძნულ სამყაროს რო იცნობდა გასაგებია, ნუ ქართულს ხო თავისთავად. საიდან იცნობდა ამდე არაბულ სამყაროს, თურქულ სამყარო, ჩინურ სამყაროს საიდან იცნობდა? ნუ ალბათ არაბული გზით, მაგრამ ხო იცნობდა რა და აი ნახეთ რას ამბობს ის ავთანდილს ათქმევინებს ამას ანდერძში. არავიქ ცოდნა რას მარგებს ფილოსოფოსთა ბრძნობისა. საყოველთაოდ ცნობილი სიტყვებია, ხო? ანდერძიდან. მით ვისწავლებით მოგვეცეს შერთვა ზესტ წყობრთა წყობის. აი მაქსიმა. არავიქ ცოდნა რას მარგებ. თუ მე არ ვიცხოვრე იმის შესაბამისად, რაც მისწავლია, რა ჩანდაბატმე და მაშინ ამის ცოდნა. რაში მარგია ისა? პრაქტიკაში, ცხოვრებაში თუ არ გამოვიყენე. სხვათა შორის ძალიან სერიოზული აჟიოტაჟი ატყდა საზოგადოებაში ამ თქვენი სკოლის გამო, ბატონოგია, იმიტომ რომ როგორც მე მოგიყევით, ასევე ძალიან ბევრი მშობელი ვიცი, რომელიც ეძებს თავისი შვილისთვის რაღაცა განსხვავებულ, განსაკუთრებულ სკოლას და შესაძლებელია მართალი ხარ თქვენ ჩამოყალიბებული არც აქვთ რა ბოლომდე რა უნდათ მშობლებს, მაგრამ უნდათ ბედნიერი, განათლებული და რეალიზებული ბავშვი. ინტუიციით ყოველთვის გრძნობენ. კი, სხვათა შორის. და მაინტერესებს განსხვავებული რა იქნება თქვენ სკოლაში. მე ძალიან გამახარა ამ ამბავმა პირადად რომ გითხრათ. ხო, მადლობა ამ სიხარულისთვის. მე უბრალოდ საფიქრალი და ეს რა ქვია იმას, რაც ვახსენე და ტანჯვა მომიმატა, ესე იგი, მაგრად. მოდი ესე ვთქვათ, კარგი სკოლა რო შექმნა. ამისთვის რამდენიმე საფუძველმდები პრინციპის დაცვა საჭირო. პირველ რიგში ეს უნდა იყოს ძალიან გამართული და ძალიან ესთეტიკური ინფრასტრუქტურა. პირველ რიგშია ყველაფერი რასაც ჩამოვთვლი ახლა. ეს სკოლა რომელიც თქვენ ახსენეთ ახლა. ახლა შენდება, მაისში დამთავრდება მისი მშენებლობა. აბსოლუტურად ისეა გათვლილი, აი რაც სკოლას შეესაბამება. თავიდან რაც აი დასხდებიან ადამიანები და რო იფიქრებენ სკოლა როგორ უნდა ააგო, ის პროცესები რაც ჩვენ წეგან ვახსენეთ. სხვადასხვა ადგილას და სისტემურად ვითარდებოდეს თქვათ. აი ესეა გათვლილი. საკლასო ოთახები, ლაბორატორიები, სპორტული სივრცე, შემოქმედებითი სივრცე და ასე და ასე აღარ ჩამოვთვლი ხლა ამას. ერთი არის ინფრასტრუქტურა, ეს მნიშვნელოვანია. მეორე არის უსაფრთხოება. ამ კარგ გარემოში შენ შვილს რო გაუშვებ, უნდა იცოდე რომ იქ გარდა იმისა რომ ის კარგად იგრძნობს თავს ამ სივრცეში, უსაფრთხოდაც იგრძნობს თავს. ეს ძალიან არსებითი რამ არის, რომ მშობელი 100% დარწმუნებული იყოს, რომ თავის შვილს ის უშვებს ყველაზე კარგ ადგილას, სადაც ბუსსაც ვერავინ ვერ აუფრენს მას. ეს მეორე ამბავია. ცხადე ეს საკმარისი არ არის. მესამე ამბავი არის მართვის სისტემა ამ სკოლის. როგორ იმართება ეს სკოლა? რა სამართავი პროცესები ვითარდება ამ სკოლაში? მეოთხე ამბავი არის პედაგოგიკური საგანმანათლებლო ხედვა და კონცეფცია, ანუ შინაარსი, სასწავლო დაწესებულების. მეხუთე ამბავი ეს არის პედაგოგთა გუნდი. თან ეს პედაგოგები უნდა იყვნენ ძალიან მაღალი კვალიფიკაციის. თან აქ უნდა იყოს ერთგვარი შენადნობი გამოცდილებისა და ახალგაზრდობის, რომ ეს გრადი განვითარება ჰქონდეს ამ სკოლას და გადავიდეს ყოველ მომდევნო თაობაში პედაგოგებისა ის პრინციპები, რაც საფუძველში დევს ამ
სკოლის. ეს საავტორო სკოლა, მე ბევრი ვიფიქრე ძალიან ამაზე და მე ძვირფასება ძალიან ეს იდეები, ამიტომ ამ სკოლაში ახლა ვარჩევთ ჩვენ ამ მასწავლებლებს იმუშავებენ მხოლოდ ის ადამიანები, რომლებსაც კარგად გამოუვათ იმ საქმის გაკეთება, რაც თეორიულად აესეა გააზრებული საავტორო კონცეფციის თვალსაზრისით. ოღონდ ცალკეული ვარსკვლავები საკმარისი არ არის. სისტემა გუნდი უნდა იყოს და სისტემა უნდა მოქმედებდეს, რასაკვირველია, ხო? სამივე მიმართულებით. საგნის სწავლის, უნარების ჩამოყალიბების და ღირებულებათა სისტემის ჩამოყალიბების. აი ეს მეოთხე მეხუთე პუნქტი არის განსაკუთრებულად საინტერესო, იმიტომ რომ ინფრასტრუქტურას ვხედავთ, თქვენ გამოქვეყნებული გაქვთ თქვენს გვერდზე და ძალიან მომხიბლავია. ნუ უსაფრთხოებაც რო იქნება. ის არის ისა რაც იქნება რეალურად. მაგრამ აი ეს მეოთხე და მეხუთე პუნქტი რაღაცა ერთიანი სისტემა, რომელიც აი იმ სამ მნიშვნელოვანს, რასაც თქვენ აყალიბებთ, ხო? უზრუნველყოფს, აი ამ ნაწილში, აი ეს ნაწილი იქნება ყველაზე საინტერესო, მაგალითად ამაზე ჩვენს Facebook გვერდზე, სკოლის Facebook გვერდზე და მე ჩემ გვერდზე გადავიტანე მერე გამოვაქვეყნეთ ხედვა და კონცეფცია ძალიან მოკლედ ჩვენი სკოლის. გვაქვს დრო ორი სიტყვით თქვათ ესა? დიახ. ნუ პირველ რიგში რასაკვირველია პრინციპი არის, რაც მე მოგახსენეთ, რომ სამი მთავარი მიმართულებით სკოლამ უნდა პასუხი გასცეს გამოწვევებს. დიახ. საგანთა სწავლება ერთი, უზარმაზარი სივრცეა იქ. როგორ უნდა დაგეგმოთ იქ ჰუმანიტარული სწავლება, ჰუმანიტარული საგნების, ეგრეთ წოდებული STEM საგნების, მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, ეს ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება. ეს ჰუმანიტარია კი აყალიბებს მოქალაქეს, პიროვნებას და ასე და შემდეგ. მაგრამ ის საგნები ჯერ ერთი ამასაც ძალიან უწყობს ხელს. და მეორე თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანია შემდეგ ქვეყნის საზოგადოების და სახელმწიფოს განვითარების თვალსაზრისით. ხო? ეს ძალიან არსებითია. ჩვენ გვაქვს ასეთი სლოგანი განათლება, თავისუფლება, პასუხისმგებლობა. პირველი ამოცანა რაც სკოლამ უნდა გადაწყვიტოს, არის განათლების მიღება. განათლებაში ჩვენ გულისხმობთ რა თქმა უნდა სამივე მიმართულებას. განათლება სიტყვა ქართულში ეტიმოლოგია მისი წარმოშობა მისი დაკავშირებულია ნათლის შემოსვლასთან, სულში, გონებაში და გულში. პიროვნებაში ნათელი რო შემოდის, აი ეს არის განათლება. და ნათელი ვის ქვია იცით? სევდო დიონისე არეოპაგელი ამბობს. ნათელ საცნაურ სახიერებასა ეწოდებისო. სახიერება არის სიკეთე ძველ ქართულად, საცნაური არის შესაცნობელი, გნებავთ ხილულიც, უცნაური ძველ ქართულად არის შეუცნობელი და საცნაური არის შესაცნობი. ნათელ საცნაურ სახიერებასა ეწოდებისო. ანუ ნათელიო ხილული სიკეთეო და სიკეთე არის ღმერთის ერთი უპირველესი სახელი. ნათელი არის ხილული ღმერთიო. განათლება არის ღმერთი რო შემოდის შენში. და ღმერთი არის წესრიგი, ღმერთი არის ჰარმონია და ღმერთი არის სიყვარული, როგორც იოანე ამბობს თავის სახარებაში. ხო? განათლება, თავისუფლება და პასუხისმგებლობა. ეს ორი სიტყვა ერთმანეთთან ძირეულ კავშირშია, რა თქმა უნდა. თავისუფალი ნება. ბიბლია ასე ამბობს, რომ ღმერთმა თავისუფალი ნება მისცა ადამიანს. არავინ არ უნდა წაართვას. თავის დროზე ენტონი ბერჯესმა შექმნა საკულტო რომანი, ასეთი მექანიკური პორტოხალი. ჩვენერი ფილმიც არის გადაღებული. და სპექტაკლიც დაიდგა აქ საქართველოში, ძალიან კარგი სხვათაშორის. და იქ არის ლაპარაკი იმაზე, ერთჩვენიერ დღეს სახელმწიფომ როგორ გადაწყვიტა ებრძოლოს კრიმინალს, ძალადობის აღმოფხვრა უნდა ძალადობით. ანუ ამ კრიმინალებს თვეების მანძილზე, ზედიზედ აჩვენებენ ძალადობას ეკრანზე და ქუთუთოებს უმაგრებენ ასე, რომ თვალი არ დახუჭოს და არა არიდოს თავი იმის დანახვას, რაც ეკრანზე ხდება. და ეს მასში ზისხს იწვევს ძალადობის მიმართ. და თითქოს ამისგან ათავისუფლებს და თუ ბოროტებისგან გათავისუფლებული ხარ შენ, მაშინ რაღა დაგრჩენია, მაშინ სიკეთე უნდა
აკეთო, მაგრამ ასე მარტივად რო იყოს საქმე, კარგი იქნებოდა. ასე არ ხდება, ბატონო. აი ჩვენ საუბრობდით სცენარებზე, პატიეთ, აი აქ მინდა ხაზი თქვენი აზრი მაინტერესებს. ჩვენ საუბრობდით იმ შინაარსებზე, რომელიც აქვს ნაწარმოებებს, რომელსაც სკოლაში სწავლობენ და ძალიან ხშირად არის რომ ეს არის ამის გაჭირვება, იმის გასაჭირი, იმის წამება, ეხლა რო აღარ ჩამოვთვალო და ფაქტობრივად ხდება რაღაცნაირი რომანტიზირება გაჭირვების, სულ გამოდის სცენარში, რომ კაცი, ვინც არის გაჭირვებული და წარუმატებელი კაცი, აუცილებლად კარგი ადამიანი არის, ხო? და ვინც არის უფრო, ასე ვთქვათ, წინწასული და წარმატებული, აუცილებლად ჯაყოა. და ეს რაღაცა ესე არ ხდება რომ მე ამ ყველაფერს ვუყურებ და დასკვნა გამომაქვს, ხო? ფაქტობრივად თითოეული ჩვენთაგანი გარკვეულ ლოიალურობას განიცდის იმ ერისადმი, რომელსაც მიეკუთვნება, ну აღარ არის საუბარი ოჯახისადმი, ხო? როგორც დიდი თემისადმი. და ფაქტობრივად გამოდის რომ ადამიანები სკოლიდან რო გამოდიან, მათ საკუთარი თავის წმენა არ აქვს და უფრო დიდად არიან მზად უბედურებისთვის და უსამართლობისთვის, რომ უსამართლო, ვიდრე აქვთ იმედი და საკუთარი თავის წმენა როგორც თქვენ ბრძანეთ. და მე მაინტერესებს ამ კუთხით თუ იქნება რაიმე განსხვავებული თქვენ სკოლაში, ან პროგრამა, ან რაიმე მიმართულება, ან რაღაც თვითრწმენის განვითარების წრეები, პიროვნული ზრდის წრეები? ჩვენ გვაქვს მთელი მიმართულება ამ საკითხთან დაკავშირებული, რომელიც რამდენიმე არსებით მომენტს მოიცავს. მანამდე კიდე რაღაცები სათქმელი იყო აქ, მაგრამ მოდი იმას ვახსენებ, ახლა რა კიღა გითხეთ თქვენ. ამ მიმართულებას თუ საგანს თუ გნებავთ, თქვი აზროვნება და ცხოვრება და მოიცავს ის ფილოსოფიის სასკოლო კურსს, ლოგიკას, ეთიკას, ესთეტიკას, ბიბლიის გაკვეთილებს, გადაწყვეტილების მიღების კულტურას, შეფასებისა და პასუხისმგებლობის ანალიზს. არაჩვეულებრივი. ჩვენთან საქართველოში ერთი დიდი პრობლემა გვაქვს. 40 წლის კაცი არის ბავშვი ჯერ კიდე და დედას ეკითხება როგორ მოიქცეს. გადაწყვეტილების თავისუფლად მიღების და დამოუკიდებლად მიღების კულტურა ჩვენში ასაწევი და ასაწევი გვაქვს კიდევ და კიდევ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის და სკოლამ ეს ამოცანები უნდა ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. იმიტომ რომ აი საბოლოო ჯამში, სადაც მივდივართ, რომ ეს პიროვნული ჩამოყალიბება, რომელიც საკუთარ თავში კომპონენტებს გულისხმობს, როდესაც განათლებასთან ერთად არის და უნარების განვითარებასთან ერთად, შეიძლება გავიდეთ იმ რაღაცა, მიუახლოვდეთ იმ საოცნებო იდეალს, რასაც შეიძლება გვაძლევდეს სკოლა. აი ყურეთ, სკოლა ხო ბევრ რამეზე უნდა ფიქრობდეს და წეღანდელი თქვენი კითხვის პასუხად კიდევ გეტყვით, რომ მე მართლა ბევრი მიფიქრი ამაზე, რა საგანმანათლებლო პროგრამები გადაწყვეტდა იმ ამოცანებს, რაზეც ჩვენ წეღავ ლაპარაკობდით. სააღზრდელო, თუ უნარების განვითარების, თუ ღირებულებათა სისტემის ჩამოყალიბების ამოცანები. მაგ მიმართულებით არსებობს ასეთი საგანმანათლებლო პროგრამა, რომელსაც ქვია მცირე პროზა, მაგალითად. საბედნიეროდ ვიცნობ, კი. მე შევარჩიე სოფლიოს გამორჩეულ მწერალთა პატარ-პატარა მოთხრობები, რომელთა წაკითხვა და რომელებზე ფიქრი, რომელთა შეფასება, ანალიზი შეიძლება ერთ გაკვეთილს არ სცდებოდეს. პატარა ტექსტები, ზოგიერთი ერთ ნახევარი გვერდია, რომელზეც მე და თქვენ დავსხდებით და შეიძლება ორი კვირა ვიკამათოთ მერე. ვილაპარაკოთ, ეს ლიტერატურულ ფიქრს ავითარებს, ლიტერატურულ გემოვნებას ავითარებს. შეიძლება ჩვენ აი წეღად ვლაპარაკობდით დასაწყისში ჩვენი საუბრის მე, რომ ზოგადი განათლების ცნება კარგად არ გვაქვს მეთქი განმარტებული ჩვენ. შეიძლება ქართველი მოსწავლე ამთავრებდეს 12 კლასს ისე, რომ საერთოდ არც ერთ გაკვეთილზე მას არავინ არ დაელაპარაკოს იმაზე, ვინ არის ერნესტ ჰემინგუეი, ან ჯერომ სელინჯერი, ან რიუნოსკე აკუტაგავა, ან ტონინო გუერა, ან გაბრიელ გარსია მარკესი, ან ხორხე ლუის ბორხესი, დიადი არგენტინელი. შეიძლება ესა? რისი ზოგადი განათლებაა ესა, მე გეკითხებით თქვენ. წარმოუდგენელია ესა. იგივე ბიბლიაზე ვკითხულობდი მე. შეიძლება განათლებულად მივიჩნიოთ ადამიანი, ვისაც არანაირი წარმოდგენა არ აქვს ბიბლიაზე. წავა ისა, ფულით შეიძლება კონდეს, საზღვრებით ღიარი. წავა ეგერ და ნახავს სიქსტეს კაპელას, მიკელანჯელომ რომ მოხატა. და რას გაიგებს იქა?
გიდიც არ უნდა თვითონ იცის ყველაფერი. ვერაფერს ვერ გაიგებს, იმიტომ რომ ყველა ნახატი არის ბიბლიის სიუჟეტზე იქ გაკეთებული, არა? არის გარდა ამ მცირე პროზისა, კიდე ფიქრი ფიქრზე, ის მეორე საგანმანათლებლო პროგრამა. კიდე არის ასეთი საგანმანათლებლო პროგრამა, რომელსაც ქვია ფილმი. ეს ერთ აბრევიატურაა და ჰუმანიტარული განათლების კონცეფცია მთელი. იცით რას ნიშნავს ფილმი? გახსოვთ, ერთხელ ვილაპარაკეთ, ხო? P არის ფილოსოფია, I ისტორია, L ლიტერატურა, ერთი პირველი M არის მუსიკა, მეორე M არის მხატვრობა და ბოლო I არის საერთოდ სახელობითი ბრუნვის ნიშანი, მაგრამ ამ შემთხვევაში არის იერარქია, ანუ ღირებულებათა სისტემა. თითოეული თემა, რაც რისგანაც ჩვენ ცხოვრება შედგება და რასაც ჩვენ სკოლაში ვასწავლით, რა თემები ეცდესა? სიყვარული, სამართლიანობა, მეგობრობა და რა ვიცი, ფილოსოფიაში, კი ბატონო. აი ამ ყველა თემას თქვენ ფილოსოფიის, ისტორიის, ლიტერატურის, მუსიკის, მხატვრობის მაგალითებზე და ფილმების, რაც თავია, მაგალითებზე სწავლობთ თქვენ. ეს არის რატო ქვია ამ სკოლას უნივერსალური სკოლა? იმიტომ რომ უნივერსალური განათლების პრინციპია მოქმედებს აქ. ასევე მოქმედებს აქ თანაფარდობის პრინციპი დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის. ჩვენი განათლება არის ევროპოცენტრული. აღმოსავლეთმა უზარმაზარი კულტურა შექმნა. ის კულტურა ჩვენ გვასაზრდოებდა საუკუნეთა განმავლობაში. ჩვენი უნიკალური მყოფობა იმით იყო გაპირობებული და მნიშვნელობა, მათ შორის გეოპოლიტიკურიც, რომ ჩვენ ვიყავით ადგილი, სადაც აღმოსავლეთი და დასავლეთი ერთმანეთს ხვდებოდა და მანდამაინც კი არ ეჩხუბებოდა, არამედ ერთმანეთზე ზეგავლენას ახდენდა და ერთ დიდ კულტურად იქცეოდა საქართველოში მაინც და მაინც. ეს არის ჩვენი მთავარი კოზირები, რაც ხელთ გვიფყრია. და უნდა გავამართლოთ. ამიტომაც ამ ჩვენ სკოლაში ბავშვებს ძალიან კარგად ეცოდინებათ, ვინ არის ჯალალედინ რუმი, ვინ არის ჰაფეზი, ვინ არის ომარ ხაიამი, ვინ არის საადი, ვინ არის კონფუცი, ვინ არის ლაო ძი და ასე შემდეგ. ეს თუ არ იცი შენ, კიდევ ერთხელ ვსვამ კითხვას, რისი ზოგადი განათლებაა მაშინ? მოკეთ ბატონო, პირადი უნდა გაგიზიაროთ რაღაც ჩემი მოსაზრება, რომ ჩემი შვილის ბაღში წასვლა დაემთხვა იმას, რომ ბატონმა შალვა ამუნაშვილმა გახსნა საბავშვო ბაღი. ეს იყო, მე ვფიქრობ, ღვთისწყალობა. იმიტომ რომ საოცარი უნარები გამოიტანა ბავშვმა იქიდან, ჩამოყალიბდა 6 წლის ბავშვები პიროვნებებად ჩამოაყალიბა, რომლებსაც გააჩნიათ ემპათია, შეუძლიათ აზრის დაფიქსირება, შეუძლიათ კულტურულად უარის თქმა და ასე შემდეგ, რაც 40 წლის ადამიანებს არ შეუძლიათ ზოგჯერ. და ეხლა ვფიქრობ, მეორე ბედნიერება ახლა თქვენი ეყვები, თქვენი სკოლა უნდა იყოს. იმიტომ რომ ძალიან მომხიბლელია ეს ყველაფერი გარედან. მაგრამ ჩვენ ძალიან ვეცდებით, რომ ასე იყოს. სექტემბერში იწყებთ ყველა კლასის მიღებას? ეხლა როგორ არის საქმე, იცით, ჩვენ პრაქტიკულად თლად კარგ დროს ვერ დავიბადეთ. ძალიან შეზღუდული დრო გვაქვს. მაგრამ საქმე ის არის, რომ ძალიან მონდომებულები არიან ადამიანები, ძალიან ინტენსიურად მუშაობენ და ჩვენ გვპირდებიან, როგორც გითხარით, რომ ეს შენობა დასრულდება მაისის თვეში, ივნისის დასაწყისში. მერე ჩვენ ინტენსიურად მუშაობთ ახლა ავტორიზაციის დოკუმენტებზე და ავტორიზაციას მივიღებთ და შემდეგ უკვე გამოვაცხადებთ მიღებას ყველა კლასში, პირველიდან მე-12-ეს ჩათვლით. ჩვენთან არის ორი პროგრამა, პირველიდან მე-11 კლასის ჩათვლით. ეს ახალი გადაწყვეტილებაა მიღებული, იცით, რომ საქართველოს 11 წლიანი სწავლება ვინც აპირებს, რომ საქართველოს უნივერსიტეტებში გააგრძელოს, უნივერსიტეტებში გააგრძელოს სწავლა, მათთვის იქნება 11 წლიანი პროგრამა, ვინც აპირებს, რომ საზღვარგარეთ გააგრძელოს სწავლა, მათთვის იქნება შეთავაზებული 12 წლიანი პროგრამა. ამისთვის ვემზადებით ძალიან ინტენსიურად და ვფიქრობთ, რომ მოვასწრებთ ამის გაკეთებას. ძალიან საინტერესო ადამიანებთან მაქვს მე პირადად და თანადამფუძნებლებს მოლაპარაკება, რომ ჩვენი პედაგოგთა გუნდი შეკრან და მმართველთა გუნდი შეკრან. ძალიან მაღალი სტანდარტები გვაქვს ჩვენი. ჩემი შვილები ხანდახან მეხუმრებიან ხოლმე ამდენი დიმიტრი გელოვანის ადგინდა რომ მოძებნოო შენ. და სათპოულობთ ბატონო კი. არ ვიცი, ზოგს ადრე ვიცნობდი, ზოგი ახლა გავიცანი. ალბათ ზოგი უნდა გაზარდოთ.
ზოგი ახლა კონკურსი გამოვაცხადეთ ჩვენ ვაკანსიები დავდეთ და ძალიან საინტერესო გამოხმაურებებია და ვნახოთ აბა ნახოთ ვინ შეიძლება მოვიდეს იქ და თვითონ გამოჩნდეს ხო არა აუცილებელი ყველას ვიცნობდი ახლა მე ან ჩემი თანადამფუძნებლები აუცილებელი ის არის რომ მან თავი გვაჩვენოს და ჩვენ შევარჩიოთ და ჩვენი გუნდის ნაწილად იქცეს ჩვენ გვჭირდება გონიერი და გულიანი ადამიანები და პასუხისმგებლობით სავსე თავისუფალი ადამიანები ესეთები ასწავლიან სხვებს არა მარტო ჩვენ გვჭირდება ფაქტობრივად გადარჩენისთვის ესეთი პედაგოგები და ესეთი მიდგომა განათლებისადმი მე ესე ვიტყოდი. ხო და აი ერთი ბოლოსკენ კიდე მინდა გითხრათ რომ იცით რა არის ყველა გაკვეთილს ამ სკოლაში უნდა ჰქონდეს ამოცანა ასეთი რომ უპასუხოს 4 მთავარ კითხვას. ყველა გაკვეთილზე უნდა მშვალავდეს ყველა გაკვეთილს. ეს კითხვები არის რა ანუ რა ცოდნას ვიღებ ამ გაკვეთილზე. რატო? რა მიზეზები ბადებს ან ამ ცოდნას, ან ამ ცოდნის გამოყენების აუცილებლობას. როგორ რა ლოგიკით მოქმედებს ეს პროცესები და რისთვის, ანუ რა მიზნით აკეთებ შენ ამას. ეს ყველა გაკვეთილს ერთმანეთს დაამსგავსებს, იქნება ფიზიკის, ქიმიის, ისტორიის, ქართულის მეთოდოლოგიურად ესენი მსგავსი გაკვეთილები იქნება. ეს მასწავლებელს ძალიან მაღალ მოთხოვნებს უყენებს. უბრალოდ საშუალო მასწავლებელი ასეთ გაკვეთილებს ვერ ჩაატარებს. ეს კოუჩინგური კითხვებია, რომელიც ხო პრაქტიკაში გაძლევს იმის გამოყენების საშუალებას, რომ არ დაკარგო დრო და სივრცე, იცოდეს სათხარ და რას აკეთებ. თავარი მიზანი. ანუ იცით რა არის? მიზანი აქ, გაკვეთილის მიზანი ინფორმაციის გადაცემა კი არ არის, საზრისის შექმნა. რასაკვირველია. საზრისი უფრო გამახსოვრდება და ამიტომ. რა პოზიტიურ მესიჯს დაგვიტოვებთ? მანამ სანამ სკოლაში გეწევით. იცით რა არის? ჩვენ გვაქვს ახალი და მნიშვნელოვანი გამოწვევა იმ ადამიანებს, ვინც გვქნით ამ სკოლას. შესაძლოა ეს ჩვენი ცხოვრების გამოწვევა. მე ძალიან მინდა ვირწმუნო ის ამბავი, რომ ჩვენ მოვახერხებთ, რომ შევქნათ ისეთი ადამიანების გუნდი, რომლებსაც ეკნებათ კარგად გააზრებული კონცეფცია ამ სკოლის და კარგად ეკნებათ ასევე გააზრებული მიზანი ამ სკოლის. იმიტომ რომ ჩვენ თუ ეს არ გავაკეთეთ, თუ კარგად არ გავიაზრეთ, თუ არ მოვემზადეთ იმისთვის, რომ ასე იყოს და არა სხვანაირად, აი რა ჩაფიქრებული გვაქვს, მაშინ ჩვენ ძალიან დავაზიანებთ იმ იდეას, რომელიც საძირკველში დევს ამ სკოლის. ამის გაკეთება ჩვენ არ გვინდა, პირიქით გვინდა, რომ ამ იდეამ გაიხაროს, რომ ეს იდეა განვითარდეს, რომ ეს იყოს მდგრადი განვითარების სკოლა. და მე ძალიან მინდა ვირწმუნო, რომ ეს ასე იქნება და არა სხვანაირად. სხვა ყველაფერს ჩვენი საზოგადოება შეაფასებს. ანუ შევხვდებით სექტემბერში. ვასრულებთ დღეს საუბარს განათლებაზე, თუმცა თემა ამოუწურავია, შეგვიძლია ძალიან ბატონ გიასთან ერთად ვისაუბროთ და ბატონ გიასთან საუბარი ძალიან საინტერესო და თემაც ძალიან ღრმა არის, თუმცა დღეს უნდა დავასრულოთ განათლებაზე საუბარი, მინდა გისურვოთ, გქონდეთ ადგილი, სადაც თქვენი შვილები მიიღებენ განათლებას, გაიზრდებიან ნამდვილი ადამიანები, ჩამოყალიბებულები და იქნებიან უსაფრთხოდ და თითოეულ მშობელს გქონდეს ეს ადგილი, რომლის იმედიც აქვს, სადაც შვილს აგზავნის და მე მინდა რომ ეს ადგილი იყოს სკოლა. ჩვენი პოდკასტის მხარდამჭერია სათამაშოების და საკანცელარიო ნივთების მაღაზიათა ქსელი ჭიტა, რომელიც 1996 წლიდან ზრუნავს პატარების განვითარებაზე. განვითარდი თამაშით ჭიტასთან ერთად. აგრეთვე გეტყვით, რომ ჩვენ პოდკასტებს უზრუნველყოფს გადაღებით პროფესიონალთა გუნდი Ed Production-ი, ჩემს ჩაცმულობაზე ზრუნავს Dressing Room Studio და აგრეთვე ჩვენი მხარდამჭერები არიან კოუჩინგის საერთაშორისო ასოციაცია და ფსიქოლოგოსი. გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.